ოპერატორში სოლიდარობის ფონდი 500.000 ლარით გაიზარდა თანხა თურქული კომპანია მეტრო ჰოლდინგის ხელმძღვანელმა გადარიცხა. ჰოლდინგი მეტრო ტიკარი ბათუმში $42 მილიონ ინვესტიციის განხორციელებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ახალი საცხოვრებელი აპარტ-ოტელი და სასტუმრო აშენდება. პროექტის დაწყება ხელმძღვანელმა სწორედ ამ ხერხით აღნიშნა. ამ დროისათვის ფონდში მობილიზებულია 121.000 ლარით 15 სოლიდური სიმსივნით დაავადებული 18 წლამდე ბავშვის დიაგნოსტიკა საზღვარგარეთის ქვეყნებში უკვე მოხდა. მინდა დაგიდასტუროთ, რომ აღნიშნული თანხა უკვე არის ჩარიცხული საქართველოს სოლიდარობის ფონდის საბანკო ანგარიშზე და ეს დონაცია გვაძლევს საშუალებას, რომ გავაფართოვოთ საქართველოს სოლიდარობის ფონდის საქმიანობა. დღემდე მოგეხსენებათ, რომ 18 წლამდე სოლიდური სიმსივნეების მქონე ბავშვთა დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანადაფინანსებას ახდენდა სოლიდარობის ფონდი. 23 სექტემბერს ჩვენ საგანგებო კომისიის ხდომას ვიწევთ, სადაც გადაწყდება ფონდის საქმიანობის გაფართოების შემდგომი ეტაპები.